საშინელება. 6 წლის ულამაზეს ლილიანას 4 წლის ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება აქვს. მისი წონა კი სულ რაღაც 14 კილოგრამია. სრულიად ჯანმრთელ ბავშვს 2 წლის წინ საშინელი ვირუსი შეხვდა. შედეგად კი ძნელად კონტროლირებადი ეპილეფსია განუვითარდა. ამას დაემატა სერიოზული პრობლემები გულზე, კუჭზე. ბავშვს თავის ისეთი ტკივილები დაეწყო, რომ გამაყუჩებელიც კი არ შველის და ბოლოს ყველაზე საშინელება. გაირკვა, რომ გოგონას განვითარების დონე თავის ასაკს 2 წლით ჩამორჩება. თვალებრიალა ბავშვს მხედველობაზე შეექმნა პრობლემები და ოპერაცია ესაჭიროება. თუმცა ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ გოგონა ძნელად კონტროლირებადი ეპილეფსიის შეტევებისგან განთავისუფლდეს, რადგან ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მის ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლეს. საჭიროა ლილიანას საზღვარგარეთ გადაყვანა. პირველი ჯგუფის ინვალიდ დედას კი შესაძლებლობა არ გააჩნია. ახალგაზრდა ქალი ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. მას კარცინომა დაუდგინდა. კერდიდან 16 ლიმფომა მოუღეს, თუმცა მკერდის შენარჩუნება სამწუხაროდ მაინც ვერ მოხერხდა. რაქნა საბრალო დედამ სახლი გაყიდოს? რა თქმა უნდა, არც კი დაფიქრდებოდა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ გასაყიდიც კი არაფერი აქვს. საბრალო დედა პირველი ჯგუფის ინვალიდ 6 წლის შვილთან ერთად მიტოვებული შენობის ოთახში ცხოვრობს. ფონდის მეგობრებო, პატარა ანგელოზი უნდა ვიხსნათ ამ ჯოჯოხეთისგან. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული თუნდაც ერთი ლარი ბავშვის გადარჩენას ნიშნავს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.